დღეს გაგაცნობთ ადამიანს, რომელმაც საკუთარი საქმიანობა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლებას დაუკავშირა. მას სწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ეს პედაგოგები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. ნახოთ კატოყიფიანის სიუჟეტი მასწავლებლებზე, რომელიც ქართულ ენასთან ერთად მოსწავლეებს საერთო მომავლის იმედსას ასწავლის. ბავშვის ცხოვრებაში მშობლის შემდეგ მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელი ხშირად მოსწავლის მშობელიცაა. მე ვარ ფოთოლა ჯაჯანიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე. 11 წელიწადია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში ვასწავლი სახელმწიფო ენას, ვარ კონსულტანტ მასწავლებელი. ქართულ ენას ბავშვები სწავლობენ არა მარტო საკლასო ოთახში და ფორმალურ გარემოში, არამედ არაფორმალურ გარემოშიც. ვცდილობთ, რომ ბავშვებისთვის ეს იყოს უფრო სასიამოვნო პროცესი. ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ მოვიფიქრეთ, რაღაც იდეა დაიბადა, გაგვეკეთებინა ქართული ენის ბაღი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ბავშვებმა შეისწავლონ სახელმწიფო ენა, მაგრამ მოგეხსენებათ, მხოლოდ კლასში ერთ და იგივე რუტინა ბავშვებისთვის ძალიან მოსაბეზრებელიც არის და აქედან გამომდინარე ვიფიქრე, რომ იქნებ როგორღაც შევძლოთ რაღაც ისეთი სივრცის გამოყოფა სკოლის ეზოში, სადაც ბავშვები შეძლებენ ურთიერთობებს ერთმანეთთან. ამავე დროს ქართული ენის კურსს ჩავატარებთ ეზოში, ამ სივრცეში და მართლაც გამოგვივიდა და დავიწყეთ მეორადი ნივთებით ახლის შექმნა, ახლის დაბადება. ძალიან ბევრი იშრომეს ბავშვებმა, ღებავდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ისეთი სივრცე გაეკეთებინათ, როგორიც მათ უნდოდათ. ჩემი იდეა იყო, რომ სხვადასხვა მწერლის ფრაზები ენასთან დაკავშირებით გამოგვეყენებინა და დაგვეწერა. იდეამ გაამართლა და უკვე დაინტერესებული არიან ამ მწერლების შემოქმედებით. პროგრამის ფარგლებში ჩვენი მოვალეობა არა მარტო მოსწავლეების სახელმწიფო ენის დაუფლება, არამედ მასწავლებლებისთვის ვატარებთ კურსს, ქართული ენის კურსს. ასევე ვეხმარებით მასწავლებლებს პროფესიულად განვითარების თვალსაზრისით. მთელი საქართველოს მასშტაბით პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ასწავლიან ჩვენი პროექტის მასწავლებლები და ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში. მიმაჩნია, რომ არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვან მისიას ემსახურება და მეც ძალიან ამაყი ვარ, რომ მე ვარ ამ პროგრამის მონაწილე. როცა კლასში შევდივარ, მაგალითად, პირველ კლასში ბავშვებმა არ იციან ქართული. და წლის ბოლოს, როცა ვხედავ, რომ მათ შეუძლიათ ერთმანეთს ესაუბრონ, ძალიან მეხარია. როცა შედეგი თვალსაჩინოა. ვცდილობ, რომ ბავშვებისთვის ვიყო საიმედო მასწავლებელი, მათი მეგობარი და მხარდამჭერიც. ქართული ენის კვირეულის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა აქტივობა. ბავშვები გამოძერწავენ ასოებს და ანბანის ხეზე გააკრავენ. ჩვენ ერთ-ერთ ხეს, ყველაზე უფრო ლამაზ გამორჩეულ ხეს ვუწოდეთ ანბანის ხე. ჩავატარებთ კალიგრაფიის კონკურსს და ბოლოს დიდი შემოქმედებითი ღონისძიებით დავასრულებთ კვირეულს.